მოგესალმებით, ისევ მოგესალმებით ძვირფასო TVPlus-ის ერთგულო მაყურებელო. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ, მცირე პაუზის შემდეგ ისევ ანალიზის დრო, ისევ TVPlus-ის ეთერშია. დღეს სანამ ჩვენ სტუმარს გამოვაცხადებდეთ და უკვე ხედავთ ეკრანზე ვინც არის ის, კარგი ადამიანი და საუკეთესო ადამიანი, პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მთლიანად საქართველოსთვის. Სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილება ემატება გადაცემები, იცვლება ბადეების გადაცემების დროები. ჩემი გადაცემა აწიგავა ორშაბათს, ყოველ ორშაბათს 8 საათზე, დღევანდელი ეთერი, რომელიც დღეს არის მოგეხსენებათ 4 შაბათი, ისევ გავა 8 საათზე, მაგრამ ორშაბათიდან უკვე გავა ყოველ ორშაბათს 8 საათზე. ხოლო 4 შაბათს უკვე ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ TVPlus-ის ეთერში, რომელიც მომავალი 4 შაბათიდან გავა TVPlus-ის ეთერში და მადლობა ამ ყველაფრისთვის TVPlus-ის ხელმძღვანელობას და მის გენერალურ დირექტორს ბატონ კახა ხურციძეს, რომ მომცა დამიჭირა მხარი და რომ ეს გამეკეთებინა. ეს გადაცემა გახლავთ თბილისის დამალული საიდუმლო. ყველას გვაინტერესებს თუ რა ხდება თბილისში იმ დროს, როდესაც ქალაქს ძინავს და ყველაფერს იხილავთ 4 შაბათიდან და ისეთ კადრებს იხილავთ, რომელიც სხვაგან არ გინახავთ და იხილავთ მხოლოდ და მხოლოდ TVPlus-ის ეთერში. ამის გარანტიას თვითონ მე გაძლევთ. მოკლედ, ჯობს გადავიდეთ სტუმარზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ გენერალ-მაიორი, ექსპერტი პოლიტიკურ სამხედრო საკითხებში ბატონი ტრისტან წითელაშვილი. მოგესალმებით ბატონ ტრისტან. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე, მადლობთ მოწვევისთვის და მადლობთ იმისათვის, რომ თქვენ საინტერესო ექსკლუზივები გაქვთ ჩვენი მაყურებელისთვის. გაგახაროთ ღმერთმა, მინდა დაგვიანებით მოგილოცოთ წმინდა ნინოს ხსენების დღესასწაული, ამ უდიდესი წმინდანის, რომელმაც საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მისი მადლით და მისი ძალისხმევით დღეს საქართველო უკვე არის ქრისტიანული სახელმწიფო. მეც ასევე მინდა მოვილოცო საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს, მართლმადიდებელ სამყაროს. დიახ. და ისიც მინდა აღვნიშნო, შესაძლოა, ბლომად მოცხოვრებულმა საქართველოს მოცხოვრებულმა ისის, მაგრამ არის კატეგორიები მოსახლეობის, რომელმაც არ იცის. წმინდა ნინო დასაფლავებულია ბოდბის დედათა მონასტერში და ესეც უდიდესი მადლი და სასწაული და საჩუქარია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. დღეს ბატონ ტრისტანთან ერთად მინდა შევეხო ორ თემას. პირველი თემა გახლავთ, მოგახსენებათ თქვენ გაიგეთ ეს ამბავი, ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ არიან არასრულწლოვნები, ესენი როგორც გოგოები, ასევე ბიჭები, 13-დან 18 წლამდე. ყველაზე დიდი არის 18 წლის. ყველაზე უმცროსი კი 13 წლის. არიან ასევე 15-16, სხვადასხვა წლოვანების მოზარდები, მაგრამ როგორც აღნიშნე, არის 13-დან 18 წლამდე. ის მოხდა მათი დაკავება, სპეცოპერაცია ჩატარდა საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და რის შედეგადაც მოხდა მათი დაკავება და ციხეში გაშვება უკვე. მინდა განვიხილო თქვენთან ერთად თუ რას აკეთებდნენ ისინი სრულიად სინათლეზე, ქალაქის ცენტრში და არა მარტო საჯაროდ რას თავარია. მოდი დავიწყოთ ამის განხილვა და შემდეგ უკვე მეორე თემასაც დავუბრუნდეთ, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. რა შეეხება ახლა აი ამ ნეოფაშისტურ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში არსებობდა, ეს ადრეც არსებობდა თავის დროზე, როდესაც მენშევიკური მთავრობა იყო ეს ჟორდანიას მთავრობის დროს, ამ დროს არსებობდა იყო ეს ორგანიზაცია, მაგრამ მენშევიკური მთავრობის გაქცევის, რომ გაიქცა მენშევიკური მთავრობა, ბუნებრივი არის ეს რაღაც გარკვეული ორგანიზაციებიც დავიდნენ, გაიქცნენ, იმიტომ რომ მოვიდნენ ბოლშევიკები, შეიქმნა
ბოლშევიკური მთავრობა და თქვენ კარგად მოგეხსენებათ ბოლშევიკური მთავრობა თუ სადმე რამე ზედმეტი ისეთი მსგავსი ორგანიზაციები იყო, რომელი ორგანიზაციები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ადამიანურ იდეოლოგიურ ცხოვრებებს, ხო ეს საერთოდ ეს სექტანტური ორგანიზაციები, სპეციფიკური ორგანიზაციები, რომლებიც იმართებოდა სპეცსამსახურების მიერ. საერთოდ ესეთი ორგანიზაციები იმართებიან სპეცსამსახურების მიერ. მათ არავით არის გარდა ფაშისტური იდეოლოგიის სხვა დანარჩენი ხედვები და მიმართულებები არ გააჩნიათ. მაგრამ ჩვენ კარგად მოგეხსენებათ კიდევ დიდი სამამულო ომის დროს აი სწორედ ამ ფაშისტურმა ორგანიზაციებმა რომელიც იყო თავის დროზე საქართველოში და გაიქცა შემდგომ იქ ფაშისტური ბატალიონები შეიქმნა რომელიც ჰიტლერის მხარეს ომობდნენ და ებრძოდნენ სწორედ საბჭოთა ჯარი რომელიც მთლიანად პირდაპირ იცავდა თავის იმ საბჭოთა იდეოლოგიას და ეწინააღმდეგებოდა ფაშისტურ იდეოლოგიას. ეს იყო ეს ფაშისტური ბატალიონები, ქართული ფაშისტური ბატალიონები, მათ შორის ბაროხის უღელტეხილზეც ერთ-ერთი ქვედანაყოფი გერმანიის მხრიდან სწორედ ამ ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო ეტაპობრივად ნელ-ნელა არათუ მარტო ფაშისტურმა იდეოლოგიამ და ფაშისტურმა ორგანიზაციებმა დაიწყეს ფეხის მოკიდება, სხვა დანარჩენმა სექტანტურმა ორგანიზაციებმა, რომელიც ეწინააღმდეგებენ ქვეყნის იდეოლოგიას, მის ინტერესებს, მის ტრადიციებს და ფაქტიურად ის პირდაპირ იმართება, როგორც აღნიშნეთ ახლა, სპეცსამსახურების მხრიდან. ახლა ეს განაპირობა სწორედ იმან ეს უცებ სწრაფი ტემპით არ მომხდარა ასეთი ორგანიზაციების გაღვიძება, გაძლიერება, ამოქმედება და მისი ფუნქციონირება. ჯერ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურება, რაც აუცილებელი იყო და რაც მათთვის იყო მნიშვნელოვანი, ქვეყნის იდეოლოგიას პირდაპირ დაარტყეს. შესაბამისად, ხელში აიღეს განათლების სისტემა მთლიანად. ეგ თქვენ არასრულწლოვანები ახსენეთ და მე გეთახმებით რომ არასრულწლოვანები არიან სწორედ ამ ორგანიზაციაში დღეს გაერთიანებულები და ამიტომ როდესაც განათლების სისტემა მთლიანად აიღეს ხელში და მათ შორის სოროსმა მთელი კონტროლი დაამწესა განათლების სისტემას და ფაქტიურად გაანულა განათლების სისტემა იმ კუთხით რომ მომავალი თაობა არ განვითარებულიყო ქართული იდეოლოგიით და არ მიეღო შესაბამისი განათლებები იმის რომ ის გამოდგომოდა შემდეგ მის ქვეყანას ეს მოსპეს განათლების სისტემაში და წამოვიდა უკვე შემდგომ მსგავსი ორგანიზაციების აღმოცენება, სადაც ის ბავშვები, რომელი ბავშვებიც უნდა ყოფილიყვნენ და უნდა იყვნენ დაკავებულები სკოლებში, ინსტიტუტებში, სხვადასხვა ტექნიკურ სასწავლებლებში და გადიოდნენ შესაბამის მომზადებებს იმისათვის, ვინც გამოადგენს თავის ქვეყანას, მის ოჯახს, მის ხალხს, უკვე ეს ბავშვები აღმოჩნდნენ გარიყულები. ჰაერში აღმოჩნდნენ უკვე. ესენი ჩვეულებრივი ბავშვები არიან. ესენი არ გეკონოთ თქვენ რაღაციდან ვიღაციდან რაღაცა შექმნილი რაღაც ისენი კლონები და ჩვეულებრივი ბავშვები არიან, რომელი ბავშვებიც აღმოჩნდნენ ქუჩაში. მშობლების კონტროლინა ამოვარდნილები, აღმოჩნდნენ ქუჩაში სკოლის პედაგოგების გარეშე და იმის კონტროლინა ამოვარდნილები და სახელმწიფო სისტემის ამოვარდნილები, ხო? და ანუ ეს გაკეთდა ხელოვნურად, ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა და არა ეს რაღაცა ვითომ ეს მოხდა და ამ საბჭოთა კავშირის დაანგრევამ და ქვეყნების დამოუკიდებლობად გასვლამ ხო თითქოს ეს განაპირობა ამ პროცესს. არა, ეს ჩადებული იყო ამ იმაში, სწორედ ამ გეგმაში და ასეც უნდა გაკეთებული იყო და შესაბამისად საქართველოშიც მოხდა ესე და ეს ახლა არა ეს პრობლემა რატომ მარტო საქართველოში არის. სხვა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თითქმის ყველგან არის ეს პრობლემები და მათ შორის უკრაინაშია ძალიან დიდად ეს პრობლემა მოდებული. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ ქვეყანაში ეს ეტაპობრივად დაიწყო და ჯერ თავიდან შეაცურეს და შეაპარეს რაღაც თითქოს და ეს ქართული ეროვნულ რაღაც იმაზე დაფუძნებული იდეოლოგიაზე დაფუძნებული, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ფაშისტური იდეოლოგია, რომელსაც ებრძვის მთელი მსოფლიო. ბატონ დრის, ამ ფიქრობ დროული კითხვაა ეს ჩემი თქვენ და
რა მობიძგა ამ არასრულ წლონებს იმისკენ, რომ აი ამ დაჯგუფების წევრები გამختارებდნენ. ისეთ რა არის? და სად არის მშობლები, სად არიან მშობლები ამ დროს? ხო, ასეთ ბავშვებს ახლა რომელი ბავშვებიც არიან ამ ორგანიზაციებში გაერთიანებული, პირველ რიგში მათ ოჯახში აქვს პრობლემები თვითონ მშობლებს. იმიტომ რომ თვითონ მშობლები არიან ამოვარდნილი ამ დღევანდელი ცხოვრების აი წესიდან გამომდინარე რა. თვითონ მშობლებს აქვთ ისეთი წარსული, ხო, რომელიც წარსულისგან გამომდინარე, ისინი სწორი მიმართულებით ვერ მართავენ თვითონ ოჯახს. ოჯახის მართვა და ოჯახის შექმნა და მისი ფუნდამენტის გაძლიერება და შემდგომ ნელ-ნელა აგურ-აგურ მისი აშენება ასე ადვილი არა ის ოჯახი პატარა სახელმწიფო არის და ოჯახს ჭირდება შერწყმულად, ორგანიზებულად შექმნა. მეუღლეებმა ურთიერთ გაგებით და ურთიერთ აი სიყვარულით და ურთიერთ აი ესეთი ქართული იდეოლოგიური მიმართულებით უნდა ჩამოაყალიბოს შექმნან ოჯახი, ხო? ამას ახლა მარტო ის კი არა ბავშვი გააჩინა და მორჩა ამეთ ყველაფერი არა, ესე არ არის. დიდი პასუხი გავლობა. პასუხი რა თქმა უნდა, ოჯახი არის, ოჯახი ეს კიდევ მეორე სახელმწიფო არის და პასუხებლობა არის. იმ შვილის გაჩენა, მისი აღზრდა, მისი მასთან ურთიერთობა, მასთან ყოველდღიური ცხოვრების წესი ცხოვრება, როგორ უნდა წარმართო მასთან მდგომარეობა, როგორ შვილის და მშობელის დამოკიდებულება, ეს ძალიან ფილოსოფიური და ძალიან დიდი მნიშვნელოვანია. მაგაცის უნდა იყოს მეგობარის და აბსოლუტურად ყველანაირი მიდგომა უნდა გააკეთოს შვილთან მიმართებაში, ის არასწორ გზაზე არ წავიდეს. შვილმა პირველ რიგში ის უნდა იგრძნოს, რომ შენ ხარ მისი მშობელი და შენ მასზე ხარ თავიდან ბოლომდე გადაფარებული და შენ მასზე მთლიანად ბრძოლობ იმისთვის, რომ ეს უნდა აგზნობინო შენ შვილს. თუ ეს არ აგზნობინე შენ შვილს და შენში დაინახა შვილმა რაღაც იგნორირება მასთან მიმართებაში და გულგრილობა, ხო? ის შვილი გაქცეულია ხელიდან უკვე და ფაქტიურად უკვე აღმოჩნდება სხვა სამყაროში. და სხვა იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ. და ეს არის ის ბავშვები სწორედ, აი და ეს ბავშვები არიან, რომელი ბავშვებიც არიან ოჯახებიდან ზურგში ქცეულები და მე პირდაპირ ასე ვიტყვი, რომ სწორედ მშობლებიდან ზურგში ქცეულები არიან, იმიტომ რომ ასე თქვა მშობლები ბოდიში ბატონდრისთან, ასე თქვა მშობლები უბიზგებენ ავტომატურად. მშობლები და სახელმწიფოც, რომელმაც სახელმწიფომაც უნდა შექმნას ისეთი იდეოლოგია, ისეთი სისტემა და ისეთი მიდგომა ასეთ მსგავს ბავშვებთან, რომლებიც არიან გარდატეხის პერიოდში და არიან არასრულწლოვნები და უცებ აღმოჩნდებიან ისეთ სამყაროში და ისეთ იდეოლოგიის ქვეშ, რომ ის ტიპიდაბი დამღუპველია მისთვის. ის იმ წუთში იმას ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს, მაგრამ შემდგომ გავადრო და ამას ის მიხვდება, მაგრამ ის სანამ ამ სასახში არის, მანამ ჭირდება მას უკვე სწორი მართვა, ანუ მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ რა, დღეს ძალიან ცუდი მიდგომა აქვს სახელმწიფოს სწორედ ასეთი ასაკის ბავშვებთან მიმართებაში. ახლა ბავშვს შენიშვნას მისცემ, ხო, სახში დაუშვათ, ხო, მშობელი და მიცემს, ბუნებრივიცა უნდა მიცემს შენიშვნა მშობელმა, როცა ის არასწორად უკვე იქცევა ოჯახში. ან არასწორ გზასადგას. ან არასწორ გზასადგას და ბავშვი რო შემოგიბურდებოდა და გეტყვის ახლა შენ მე ან შენ ვინ გეკითხება. ანუ ახლა მე ავდგები და დავრეკავ 112-ში და გამოვიძახებ პატრულს და ჩემუმფლებები ილახება. აი ეს ნახეთ რა არის იმ ბავშვისთვის საყრდენი პუნქტი. ანუ ეს კანონი, რომელი კანონის თავს მოახვის საქართველოს ამ ბავშვებთან მიმართებაში. ესმით რაშია საქმე. და ამიტომ არის, რომ უკვე ძალიან ბევრი ოჯახი დღეს არის ასეთ რთულ პრობლემებში, რომ ეს ბავშვი სარგებლობს, მანიპულირებს ამით. და ასეც არის, კაცო. დიახ, და შესაძლოა ვთქვათ, რომ ოჯახები დანგრეულიც არის. ბევრი ოჯახი, ძალიან ბევრი ოჯახები არის ამით ძალიან ცუდ მდგომარეობაში და შესაბამისად, ეხლა ეს ბავშვებიც, რომელი ბავშვებიც გაერთიანდნენ ამ ფაშისტურ ორგანიზაციაში, ხო? ეს საშინელება არის, ბატონო კოტე. რადგან ეს ბავშვები პოტენციალურად არიან მკვლელები. მკვლელები არიან. მარტო ის კი არა, რომ ის რაღაც იქზე ძალადობენ, ჩაგრავენ, საჯაროდობა. ხო, მკვლელები არიან და მე ვიცი კაცო ეს ფაქტი, ესეთი ფაქტი ძალიან კარგი ოჯახი, ისეთი კარგი ოჯახი ქურთები არიან და მისი შვილი განათლებული ბიჭი, იდეალური ბიჭი იყო და იდეალური ადამიანი და ამ ორგანიზაციის წევრებმა, ფაშისტური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს, იმიტომ რომ შენ არ ახარ ქართველიო.
ესმითაშია საქმე. ეს მოხდა რამოდენიმე წლის უკან, ერთი 4-5 წლის უკან. ასე ვთქვათ, ეროვნების გამო ის მოკლეს. ხო, მოკლეს, მაგრამ ეს იყო ოჯახი დაუბეს რა. აი სწორედ იმ ბიჭი რომელიც მოკლეს არა ის ბიჭი იყო ჩამოყალიბ ბევრი ქართველი ვერ იქნებოდა ისეთი ახალგაზრდა როგორც ის ბიჭი იყო ხო განათლებული უცხოენების მცოდნე სამსახური რაღაც ყველაფერი და ერთ-ერთ საღამოს სადღაც კაფეში ეს შევიდნენ ეს თავზე ხელაღებული ფაშისტური ორგანიზაციის წევრები და ნუ არ მოეწონათ თვალში და გაიგეს რომ არ არის ქართველი და მოკლეს და დანით მოკლეს და რამოდენიმე ჭრილობა მიაყენეს დანით ამ ბიჭს ხო მოკლეს ეს გააკეთა ფაშისტური ორგანიზაცია აფა ეს ფაშისტური ორგანიზაცია რომელიც დღეს არის საქართველოში და დღემდე მე მიკვირდა და რატო სახელმწიფო ამ ორგანიზაციას ღიად არ ებრძოდა და რას ელოდებოდა ჩემი აზრით ბატონ ტრისთან ჩემ აზრს დავაფიქსირებ თუ შეიძლება დიახ ჩემი აზრით ეს იყო ყველაფერი სახელმწიფოსგანაც და მშობლებისგანაც დაგეგმილი ჩემი აზრით ეს უბრალოდ იყო ასე ვთქვათ საჩვენებელი ჩემი აზრით სცენარი რომ და ეხლა ჩემი აზრით ძალიან მალე არაა გამორიცხული რომ მალე გამოუშვან მიუსაჯენ დაახლოებით 1 წელი ან 2 წელი გამოუშვან მალე მაგრამ იცით რა არის თქვენ ძალიან კარგად იცით ბატონო ტრისთან რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული რომელიც 20 წლიდან ან სამუდამოდ ისჯება მათ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი ბატონო კოტე არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი მე ახლა ამ წუთში აღნიშნე მკვლელობები მარტო ეს ბიჭი მოკლეს ძალიან ბევრი მკვლელობები რაც არ ვიცით კიდევ შესაბამისად ძალადობები რომელიც ჩვენ ვიხილეთ და თან იღებდნენ მაგაც ტელეფონებზე ხო შესაბამისად ადამიანების შევიწროვებები შეურაცხყოფები ბოლოს და ბოლოს იდეოლოგია ესეთი იდეოლოგია რომელიც იდეოლოგიას ფთად არ ცნობს გარდა თავისი ესე იგი ორგანიზაციის წევრებისა სხვა დანარჩენებს არავის არ აცნობენ და არ მიაჩნიათ ისინი ადამიანებად და ამიტომ არის რომ მათ აქვთ ესეთი გონება და ხედვები საერთოდ დღევანდელ ცხოვრებასა მიმართებაში. ამიტომ ეხლა მე დარწმუნებული ვარ იმაში სწორედ ახლა ამ პროცესებში გამოხდება ხა რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციები იქიდან ევროკავშირიდან ვიღაცები გამოყოფენ თავს ის ფაშისტური პოლიტიკური ლიდერებიც და დაიწყებენ რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები, ესენი არიან სინდისის პატიმრები, ნუ ასეც არის ეს დღევანდელობაში ასე არის. აი როგორც ეხლა ეს მოძალადე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს იჭერენ და ამ ტერორისტებს იჭერენ და გამოხდებიან და სინდისის პატიმრები არიან და ესენი არიან პოლიციის ისინი მოლოტოვს რო ესწავლებიან და პოლიციელებს რო წვავენ და მეტი კი არაფერია ფაშისტური იდეოლოგია ხო და ხამოდიან და არიქა და ესენი არიან პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები იგივე იქნება ამაზეც მე დარწმუნებული ვარ და ამიტომ არის რომ სახელმწიფო თვითონ სახელმწიფოს ბრალია ეს ყველაფერი ჩვენ სხვას ნუ რა დავაბრალებთ ის რაც ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში ხო და რაც გარდა ამ ფაშისტური ორგანიზაციებისა კიდევ არის სხვა დანარჩენი ორგანიზაციები კაცო ეს იოღოველები რომ არის რა ეს ვინ არიან ესენი ესენი სექტანტური ორგანიზაციაა და ესენიც არიან ის ანტი ქართული ორგანიზაციები რომელიც პირდაპირ ებრძვიან კი მართალია ესენი არ მოდიან შუბში არ გიმიზდებენ და არ გესვენ მაგრამ მისი იდეოლოგიას განადგურებს და მისი ხედვების განადგურებს ხო? დიახ, რა განსხვავება ასე მოკლავენ თუ ხო, ისე მოკლავენ. კლავენ. კიდევ არის უამრავი სხვა ორგანიზაციები და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფომ კანონი მიიღო და ეს კანონი უნდა მოქმედოს ხო? ამ უცხოურ აგენტურასთან დაკავშირებით. ეს უცხოური აგენტურა არის ფაშისტური ორგანიზაცია. ეს არ არის ქართული ორგანიზაცია. ეს აბსოლუტურად არანაირი ქართულ, არანაირი ამ ეროვნულ და არანაირი ქრისტიანულ იმას არ წარმოადგენს ორგანიზაციას. ეს არის პირდაპირ უცხო ქვეყნიდან შემოგდებული იდეოლოგია, რომელიც იდეოლოგიის საფუძველზეც უნდა მოახდინოს ზეგავლენა სხვა დანარჩენ ადამიანებზე და სხვა დანარჩენ იმაზე ქვეყანაზე, რომელიც ქვეყნების ხელში ჩაგდებოდათ და მისი კონტროლი უნდათ, ხო? ეს არის, აქეთ არის ყველაფერი, ხო? ეხლა ნახეთ ხო საბჭოთა კავშირის დროს ეს ფაშისტური ორგანიზაციის ხსენებაც არ იყო საერთოდ არსად ვინ იტყოდა და ვინ გაბედავდა და ვინ სადმე ამ სვასტიკებს ამას გამოაჩენდა ხო იმ წუთშივე ეგრევე ხელსაცემლად და 15 წლიანზე 15 წლიანზე გაუშვებდნენ ბატონო გოტე ხო ეს იყო და სწორიც იყო ეს და ასე გადაასახლებდნენ ციმბირში უკეთა შემთხვევაში გადასახლება არა გადასახლება ეს იყო რაღაცა ფუფუნება მაგათთვის
ციხეში 15 წელს და მერე მოხდებოდა მათი გადასახლება იმ საჯერის მოხდის შემდეგ ხო ანუ როცა დაიშალა ეს სისტემა დაიშალა თვითონ სამეფო და უკვე შესაბამისად მოხდა უკვე მთელი ამ ყოფილი სამეფო ქვეყნებში უკვე იმ სპეცსამსახურების გააქტიურება რომელიც სპეცსამსახურების დღეს საკმაოდ სერიოზულად და მყარად დგანან და მუშაობენ ამ ქვეყნებში მათი კონტროლის მხრიდან ეს ორგანიზაციების გამოჩნდა და ამ ორგანიზაციებმაც უკვე დაიწყეს მოქმედება. მათ აქვს დაფინანსება. ამიტომ ამბობ მე. დაფინანსების გარეშე ერთი ადამიანიც ვერ იარსებებს. აქ მთელი ორგანიზაცია არის, ხო? მთელი ქსელი ასე ვთქვათ. მთელი ქსელი არის, ხო? ანუ ამათ ფული აქვს, ხო? კანონი გაქვს მიღებული შედალოცვილი, ხო, აგერ, ხო? ამ აგენტურასთან დაკავშირებით, ხო? დაიწყე იქიდან, გაიგე საიდანაც მოდის ეს თანხები. დაკეტე ის ონკანი თლიანად თავიდან ბოლომდე როგორც ფინანსურად ასევე ის კურატორების შეზღუდე რომელი კურატორების მათ აწვდის თავის ბიზნეს იდეოლოგიას და კრებავს და ეს ბავშვებიც აღარ იქნებიან ასეთები მორჩება ამით ყოლები ყველა სისტემა რომელიც სისტემაც არის დაფუძნებული ქართულ ეროვნულ იდეოლოგიაზე და არის დაფუძნებული ქართულ ეროვნულ ამ ტრადიციებზე ხო გააძლიერე ეს ინსტიტუტები გააძლიერე სად არის რატომ გაქრე ეს ინსტიტუტები რაც საწავიდა რატომ არის სკოლებიდან რატომ ამოიღეს თლიანად ეს საეკლესიო სწავლებები რატომ ამოიღეს ის კონტროლი სკოლიდან რომელი კონტროლიც იყო დაუშვათ სკოლის დამრიგებელი რო აკონტროლებდა სკოლის შემდგომ მის მოსწავლეს და მის მიდიოდა თუ არა სახლში შემდგომ ის რატომ არ მიდის სკოლის დამრიგებელი მასთან ოჯახში და რატომ არ ამოწმებს აპირობებში ცხოვრობს ეს ბავშვი მისი მოსწავლე ამ ოჯახში როგორი აქვს პირობები რომ მოემზადოს შემდგომი დღისთვის და გაკვეთილებზე არ მოხდეს ისე რომ ის არ მევიდეს მომზადებული მშობლები რას ფიქრობენ და როგორი მშობლები ყავს ამას აკეთებდნენ თავის დროზე და იყო ამის ისა კონტროლი იყო და იმიტომ იყო რომ ბავშვები გამოდიოდნენ სწორი მიმართულებით და საღი მოაზროვნე და ცდილობა სინდისი ნამუსი პატიოსნება რომელიც არსებობდა იყო ეს თლიანობაში და ეს თლიანად ეს ინსტიტუტები მოიშლა ასე შეგვიძლია ვთქვათ რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა ამას ვამბობ ამიტომ არის რომ სახელმწიფომ მარტო კი არ უნდა დაიჭიროს კაცო ესენი მარტო დაჭერაზე კი არ უნდა იყოს გადასული დაჭერამდე არ უნდა მეიყვანო შენ ეს ბავშვები კაცო აი შენ არ უნდა მეიყვანო დაჭერამდე ეს ბავშვები ამის გარდა კიდევ ფაშისტური ორგანიზაციის გარდა რომელიც ფაშისტური ორგანიზაციას მართალიც არის და სწორიც არის რომ უნდა აღიკვეთოს და უნდა გაუქმდეს და არ უნდა მოხდეს მისი რატომ არის რეგისტრირებული ეს ორგანიზაცია და რატომ არის დღეს რატომ აქვს მას თავისი წესდება და თავისი ბეჭედი და თავისი ღერბი რატომ აქვს საიდან ვინ მიცა სახელმწიფო მიცა ხო რა თქმა უნდა ხო იუსტიციაში რატო რა უქმებენ ანგარიშებს რატო არ საბანკო ანგარიშებს რატო არ უქმებენ ხო ეს უნდა გააკეთოს ყველაფერი სახელმწიფო და ამით უნდა შეზღუდოს ეს ნელ-ნელა ნაბიჯ და ეს ბავშვების აღარ იქნებიან უკვე ასეთი ბავშვები როგორც დღეს ჩვენ გვყავს ხო აღარ იქნებიან ამიტომ არის რომ პირველ რიგში სახელმწიფო არის ვალდებული და სახელმწიფო არის ვალდებული იმასთან დაკავშირებით რომ ის მშობლებსაც შვილებზე ზურგი აქვს შექცეული და ისე რა მე რა მოხდა კაცო შვილმა დაუძახა დედას სახელი და არა დედა შვილმა დაუძახა მამას სახელი და არა მამა ხო მე რა გაატარეს აი საიდან ეწება ყველა ასე ვთქვათ ზედაპირულად უყურებენ რა თქმა უნდა ზედაპირულად უყურებენ ყველაფერს და დედაშვილი რომ მიდის ქუჩაში დედაშვილი და შვილი რო დედა სიგარეტს მოთხოვს გოგო სიგარეტი მომაწევინეო რა დედაო აი წარმოიდგინეთ თქვენ და ამას ნუ ახლა რაზე გვაქვს ჩვენ საუბარი ერთი მითხარით რა და უბრალოდ გასაგები ახლა ძალიან ცუდი არის ეს კარგი კი არ არის რომ აი სიგარეტს ეწევა მაგრამ ეს ძალიან ცუდი არის მისი პრობლემა არის ხო მისი პრობლემაა რადგან სიგარეტი თავიდან ბოლომდე მას უსწრებს ჯანმრთელობას ხო ამ პატარა ბავშვს ხო მაგრამ შობელმაც ხო უნდა რაღაცეირად უნდა იმოქმედოს ამასთან დაკავშირებით ხო კარგი შენ მიგატოვა სახელმწიფომ ხო მორჩ აღარ არის დაიშალა დაინგრა სისტემა თელი სახელმწიფოსი ხო შენ რაშვები ამ შემთხვევაში შენ შევდები და მიყვები ამ უბედურებას და მიდიხარ ამ უბედურებაში თუ შენ ბრძოლობ იმისათვის რომ და შენ არის ადამიანები შემოიკრიბო გვერდში ირგვლივ და იბრძოლო იმისათვის რომ შეინარჩუნო შენი ოჯახიც შენი შვილების და ამავდროულად ის სახელმწიფო რომელიც მიექანება უბსკულისგან და მიექანება ნგრევისგან და განადგურებისგან ეს ნელ-ნელა შენი ბრძოლით და შენი მოქმედებით გადაარჩინო მაგრამ
დღეს ისეთი მდგომარეობა არის, რომ დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის მიყვება უსკოლში, გაიგე ამ არასწორი იდეოლოგიის მატარებელ დღევანდელ ცხოვრებას. ესმით აშია საქმე. და არა ის კი არა რომ აი როგორც ჩვენ გამოდიოთ, თქვენ გამოდიხართ, მე გამოდივარ, ჩემნაირები გამოდიან ძალიან ბევრი და ყოველდღიურად თითქმის ვბრძოლობთ იმისთვის, რომ როგორმე აი ესეთი მსგავსი ორგანიზაციები, ესეთი აგენტურული ქსელები, ესეთი იდეოლოგია, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს და ისტორიას და ჩვენ ცხოვრებას და ჩვენს ფუნდამენტს, ეს უნდა აღიკვეთოს, ხო? ამას ხო ვბრძოლობთ? პირდაპირ შეჯახებები გვაქვს ჩვენ ამ ლიბერასტულ ფაშიზმთან, ხო? ამ ტროცკისტებთან და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ხო ეს ხო დღეს ღია ჩანს ქვეყანაში და ხომ ხედავთ რომ ნათლად ჩანს რამდენი არიან დღეს მით უმეტეს ახალგაზრდაობა ასეთი იდეოლოგიის პატარებლები, ხო? მაგრამ ჩვენ ამისთვის ხო ვბრძოლობთ, გაიგე და ჩვენ ხო უნდებით სახელმწიფოს კაცო რომ ჩვენ ბოლო-ბოლოს შევაკვდებით ამას, გაიგე და არ მოვცემთ იმის საშუალებას, რომ ეს ჩვენი შვილები და მომავალი თაობა ამ ბინძური იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ იყვეს და დაიღუპონ და განადგურდნენ, ხო? ამით ერი ნადგურდება, ხო? ამათ არა აქვთ, აი ეს ხედვებიც არა აქვთ, რომ ოჯახები შექმნან, შვილები გააჩინონ, ქვეყანა გაამრავლონ, არა აქვთ ეს ხედვები. ამათი ხედვები და ამათი დღევანდელი თანამედროვე ცხოვრება არის რაღაც სიმახინჯე, ესე იგი სისტემატურად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და ასე აღვირ ახსნილობა რა. ეს არის მაგათი იდეოლოგია და ამას კიდევ ვიმეორებ, ეს პირდაპირ უნდა იგრძელებოდეს. კანონი უნდა გრძელავდეს, კანონი გააქვთ უკვე და კანონი აქვთ უკვე და ეს კანონი უნდა ამოქმედონ. და ეს ამ კანონის ამოქმედების საფუძველზე დღეში და ორ დღეში არ მოიხსნება ეს პრობლემა, მაგრამ რაღაც გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ რაღაც დროში ეს ყველაფერი უკვე ამის ლოკალიზება მოხდება და შესაბამისად ამ პრევენციული ნაბიჯების საფუძველზე გადარჩება ეს თაობა და ეს ბავშვები და მივიღეთ ისეთ ბავშვებს და ისეთ ახალგაზრდებს, რომელიც ჭიდება დღეს როგორც ოჯახებს, ისე ქვეყანას. და ეს ფაშისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ კიდევ ვიმეორებ, უფრო მეტად უნდა გაამკაცრონ და ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს სახელმწიფო იმასთან დაკავშირებით, რომ არადო ფაშისტური ორგანიზაციები, არამედ ყველა ის სექტანტური ორგანიზაციები, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ყველა უნდა გაუქმდეს. მათ შორის ღირსებას. რა თქმა უნდა, მათ შორის ღირსებას, გეთანხმებით. მათ შორის ღირსებას. იუსტიციის მან სახმა უნდა გააუქმოს ყველას ანგარიშების რეგისტრაციაც და გადაეცეს პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყოს მუშაობა და პირდაპირ კაცრი ზომების მიღება ასეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ, ვინც რომელი ხელმძღვანელების ხელს ითმობენ, თვითონ ფულს შეულებენ, ჯიბეში იდებენ ამ ფულს და ამ ბავშვებს ტვინს უწამლავენ. ბრძოლა არის საჭირო ამისთვის და ბრძოლა ამ ბრძოლის ველზე ჩვენ ვიმყოფებით, თქვენი თამადობით, თქვენ რო არ იყოთ ამ ბრძოლის ველზე ამ გადაცემასაც არ გააკეთებდეთ და ამ თემაზეც არ ვისაუბრებთ. ამ თემაზეც არ ვისაუბრებით და ბრძოლა საჭირო ერთად უნდა ვიბრძოლოთ უყველამ მშობლებმაც ყველამ ვისაც კი გული გვტკივა და ვისაც კი რაღაც გარკვეული საშუალებები გვაქვს, უნდა აღუდგეთ ამას წინ და სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ. და ინდივიდუალურ ადამიანებს სახელმწიფოს უნდა ვთხოვოთ, რომ სახელმწიფომ კაცრად გადადგას ნაბიჯები აი ესეთი მსგავსი ანტიქართული, ანტიადამიანური იდეოლოგიისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ და შესაბამისად სწორი მიმართულება მიცეს ყველაფერს და ეხლა ნურავისით შეგეშინდება და ნურავის ახლა დაუხრით თავს, რომ თუ ვინმე გამოყოფს ეკიდა თავს ვიღაც კურატორები გინ დასავლეთიდან, გინ ევროკავშირიდან, გინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისე ამისად აქ უკვე უკან დახევა არ შეიძლება და ვინმესთან შეშინება და თავის მომხრა და ის რომ არ იქა და ხვალ ვიღაცა არასწორად გამიგებს ამას და ხვალ ვიღაცა არასწორ განცხადებას გააკეთებს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩემ წინააღმდეგ, რომ აი ქვეყანაში არის დიქტატურა და აი არასრულწლოვნებს უკვე პირდაპირ ომი გამოუცხადეთ. არა, არც ერთ შემთხვევაში არავის მიმართ და აბსოლუტურად არანაირი ამ უცხო ქვეყნის კურატორების მხრიდან და ამ ლობისტების მხრიდან და იმის მხრიდან ჩვენ ანგარიში არ უნდა გაუწიოთ მათ, გაიგე, ამ მსგავს ბრძოლასთან მიმართებაში. ეს პირდაპირი ბრძოლა არის. ეს არის ბრძოლა ქვეყნის და შვილების გადარჩენისათვის, მომავალის გადარჩენისათვის. ჩვენ ამით თუ არ მივუდექით სწორად და ჩვენ თუ არ დავიწყეთ პირდაპირ ომი არ გამოუცხადეთ მსგავს იდეოლოგიას და მსგავს ორგანიზაციებს, ამით ჩვენ მარტო ამ ბავშვებს კი არ ვკარგავთ, ქვეყანას ვკარგავთ. სახელმწიფოს ვკარგავთ, სამშობლო იკარგება, ეროვნება იკარგება, იდეოლოგია იკარგება,
წვენა იკარგება და ყველაფერი იკარგება აბსოლუტურად. და ამიტომ არის რომ სახელმწიფომ ხალხთან ერთად უნდა იბრძოლოს და გააკეთოს ის რაც გასაკეთებელი არის ჩვენი შვილებისთვის, ხო? საზოგადოება ამისთვის მზად არის. მე კარგად ვიცი ეს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მზად არის ამისთვის. თავარი არის რომ სახელმწიფომ ხელისუფლებამ ღია ბრძოლა გამოუცხადოს ამ იდეოლოგიას და ამ ორგანიზაციას, ამ ფაშისტურ ორგანიზაციებს და ამაში დიდი მხარდაჭერა ექნება. მე დარწმუნებული ვარ და ვიცი ზუსტად რომ საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება და არ მივცემთ გარე ძალებს იმის საშუალებას რომ ასეთი იდეოლოგიის შემოგდება ამ ქვეყანაში და ასეთი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების ფარფაშ ამ ქვეყანაში არ დავაშვებინებთ ჩვენ. სახელმწიფო მინდა აღნიშნო აქ მარტო ფაშისტური ორგანიზაცია არა, წინ წერია ასე ვთქვათ ნეო ფაშისტური და რას ნიშნავს ეს ნეო მინდა გამომარტო. ნეო არის ანაგრამა ინგლისური სიტყვიდან one როგორც პირველი ამ პირველები და გამოდის ამ შემთხვევაში პირველი ფაშისტები. დიახ. ხო, ანუ პირველები ჩვენა ვართო. რა თქმა უნდა. პირველები ჩვენა ვართო. აი თვითონ სათაური გეონი ნეოფაშისტური, ხო? ანუ ისინი სხვა დანარჩენს არავის არ აცნობენ აბსოლუტურად. ისინი არიან ყველაფერი. რაც ქონდა თავის ძროზე ფაშისტურ გერმანიას აიდეოლოგიაც ქონდა და ისინი არა სხვა ეროვნებას არ ცნობდნენ აბსოლუტურად და მხოლოდ უნდა მსოფლიოში გამეფებული იყო ფაშისტური იდეოლოგია და ფაშისტური იდეოლოგიის დროს უნდა ყოფილიყო ყველანი ერთნი, ხო? იგივე არის ახლაც. ოღონდ უფრო თანამედროვე ფაშისტური გათანამედროვე ფაშისტური იდეოლოგია არის და ეს გათანამედროვე ფაშისტური იდეოლოგია დღეს კარგად საკმაოდ ეფექტურად და საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებს უკრაინაში. აი უკრაინაში ვინ დაიწყო უკრაინაში უკრაინელი ხალხის დევნა ქრისტიან მართლმადიდებლების დევნა ვინ დაიწყო მგლების დევნა შორის ქრისტიანების გენოციდი ხო ვინ დაიწყო ქრისტიანების გენოციდი უკრაინაში ვინ დაიწყო ეკლესიების ნგრევა აი ფაშისტურმა ორგანიზაციებმა რომელი ფაშისტური ორგანიზაციების თავის დროზე იყო კარგად შეფუთული აი ბანდერების თამადობით ხო? ეხლა სტალინი მაგას ებრძოდა თავის დროზე და სტალინი იყო მაგათი დაუძინებელი მტერი. ამ სწორედ ნეოფაშისტური იდეოლოგიის მატარებლების და ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი იმის ადამიანების ხო? ამიტომ იყო რომ სტალინმა ღია ბრძოლა გამოუცხადა და ამიტომ იყო რომ სტალინმა დასაჯა ეს ტროცკი როგორც ეკუთვნოდა და ეკადრებოდა მას ხო? და შესაბამისად სტალინის შემდეგ მოკლეს სტალინი ხო მოკლეს სწორედ ამ იდეოლოგიისა და ამ შეგვიძლია ვთქვათ მოკლეს კაცი ხო და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მათმა დაიწყეს ისევე გამოსვლა რა და მათ შორის უკვე კარგად შეფუთული ეს ფაშისტური იდეოლოგია დასავლეთ უკრაინაში არსებობდა ბენდერების თამადობით და მათ აფინანსებდნენ და იყო დაფინანსებული ეს ხალხი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მხრიდან ევროკავშირის მხრიდან და როდესაც ევროკავშირი მთლიანად ხელში აიღო ფაშისტური იდეოლოგიის პატრიარქმა ლიდერებმა მათ შორის რუსულამ და სხვა დანარჩენებმა შესაბამისად და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოხდა მთელი ფინანსური წყაროებით საშუალებით ამ ხალხის დაფინანსება შემდგომ დაიწყეს უკვე უკრაინაში ის რაც დაიწყეს და რაც მიმდინარეობს დღეს ეს არის სწორედ იმ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ლიდერების მიერ დაგეგმილი ოპერაციები და მათ შორის საქართველოშიც ეს ახლა პატარა ბავშვებია და არასრულწლოვნები არის და ეს ისეთ რა არის არაფერი საშიშ ვინ დგას ამათ უგან როგორ ბატონდრისთან როგორ ვიტყვი აქვე როგორ სრულწლოვანს როგორც ზრდასრულს ისე არასრულწლოვანსაც მოეკითხება რა თქმა უნდა და უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე კი ბატონო როგორ შეიძლება მე რა არასრულ მოკლა ადამიანს 15 ჭირლობა მიაყენა ბიჭო დადით გაიგე და მოკლეს ბავშვს თავისუფლებაზე უნდა იყიდოს თავისუფლება მე ისავა არასრულ რა საბობ კაცო მკვლელია პოტენციური მკვლელია ეს და რითი რამ გადაადგები ეს ნაბიჯი მას იმ იდეოლოგიამ რომელი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ იმყოფება ეს ამან გადაადგებინა ეს ნაბიჯი და ამ აქედან გამომდინარე ჩაიდა მანკვლელობა. აი, რაშია საქმე და რატომ უნდა იყოს სახელმწიფო დღეს სწორედ იმასთან მიმართებაში პირდაპირ ბრძოლაში ჩაბმული და პირდაპირ რომ ეთქვი მობილიზებული რომ მსგავსი დანაშაულებები არ მოხდეს ქვეყანაში და მსგავსი იდეოლოგიის ქვეშ არ მოექცეს ეს ჩვენი ქვეყნის შვილები და ბავშვები და მომავალი თაობა რომელთაც უნდა მართოს ეს ქვეყანა. ბატონო ტრისთან აქვე მინდა შემოვიტანო ერთი მცირე თემა, რომელიც არანაკლებ მტკივნეულია
ჩემთვისაც, თქვენთვისაც და მთლიანი საქართველოსთვისაც. ეს არის რაზე მაქვს ახლა საუბარი. მეტროს, მომივიდა ინფორმაცია, რომ მეტროსთან იგი არის ამ მეტრო თავისუფლების, რუსთაველის, ღია დომას და მარჯანიშვილის მეტრო, სადაც დილის 4-დან 6 საათამდე სანამ მეტრო გაიხსნება. დაიწყებს ფუნქციონირებას 4-დან 6 საათამდე არასრულწლოვნები არიან 14, 15, 16, 17 წლის გოგონები, რომლებიც ფულის ანაცვლოდ ემსახურებიან მამაკაცებს. ზრდასრულ მამაკაცებს, ასე ვთქვათ, სრულწლოვნებს. თქვენი აზრით, ბატონო ტრისტან, ეს არის შეგნებული ცდელობა იმისი, რომ ისინი რა თქმა უნდა ციხეში გაუშვან და არის ეს თუ არა დაკავშირებული ამ ნეოფაშისტურ ორგანიზაციასთან თქვენი აზრით. იცით რა არის სამწუხარო არის და მე გეთანხმებით რომ ეს მასიურადაა უკვე მით უმეტეს დედაქალაქში თბილისში. და ამაზე არ ამისაუბრებს. ხო, დედაქალაქში თბილისში და ამავდროულად უკვე რეგიონებში ეს გადაინაცვლა ამან. ამ უბედურმა ავადმყოფობამ რომ არასრულწლოვანი ბავშვები რომლებიც ეწევიან პროსტიტუციას და ამის ანაცვლოდ ისინი ღებულობენ ფინანსებს ეს ღიად ჩანს უკვე და თუნდაც ნებისმიერ მეტროსთან გადით და ნახავთ და დაინახავთ და შეხედავთ და პირდაპირ ჩანს ვინ არიან და რა არიან ეს ბავშვები და რას შადიან ხო ეს ამას აქაც მე სახელმწიფოს უკავშირებ ამას და რატო უკავშირებ სახელმწიფოს იცი საბჭოთა კიდევ ისევ იმ ვამბობენ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირს იმ საბჭოთა კავშირის იმას მოვიშველიებ კი ბატონო არსებობდა ესეთი პროსტიტუციის წინააღმდეგ მებრძოლი შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ესეთი განყოფილებები იყო პროსტიტუციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფები რა რომელიც პროსტიტუციას ებრძოდნენ რა რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო პროსტიტუცია და პროსტიტუციის საფუძველზე არ მომთარიყო შემდგომ ეს ქვეყნის მთლიანობაში მთელი ეს სხვადანარჩენი პრობლემატური საკითხების თანხლება რა ეს იყო ასე პროსტიტუცია საერთოდ მოსდევს ეს ყველაფერი რა აბსოლუტურად იყო ნარკომანია პროსტიტუცია ესეთი რა და ძალიან ეფექტურად მუშაობდა და ვერც ნახავდი რა იმ დროს სად ნახავდი ასეთ მდგომარეობას და აქ ასე ქუჩა მდგარად ქალებს და ასე იმათ ღიად ხო მაგრამ ესეც გადმოვიდა იქიდან დასავლეთიდან შემოვიდა ეს სცენი ეს ავადმყოფობა ეს იყო თავის დროზე კაპიტალისტურ ქვეყნებში და ეხლაც არის და ეხლაც მუშაობს ხო და იქიდან შემოაცვლეს ამ ქვეყანაში და რატო შემოაცვლეს ეს ნახეთ ეხლა რაშია საქმე არასრულწლოვანი გოგონები რომლებიც მსგავს საქციელს ჩადიან ხო ისინი შემდგომ უკვე ოჯახებს ვეღარ შექმნიან გამორიცხულია რომ მათმა ოჯახები შექმნეს ხო ისინი მიყვებენ ამ პროსტიტუციური ცხოვრებასაც ცხოვრობენ ამ პროსტიტუციური ცხოვრების გზით ხო და ეს უკვე მასიურად ნელ-ნელა იყიდეს ფეხს ქვეყანაში, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ქვეყანა აღარ მრავლდება. დემოგრაფიულად რატო ვარ ჩვენ ესეთი უკვე სამთა კავშირის 5 მილიონი ვიყავით, ეხლა 2 მილიონიც არა ვართ. ანუ იქნებით ან არა, ხო? წარმოიდგინეთ თქვენ, აი ეს სწორედ მსგავსმა მუშაობამ, სპეცსამსახურების მუშაობამ განაპირობეს ყველაფერი. აქეთ ფაშისტური ორგანიზაციების შექმნა, აქეთ ეს ახალგაზრდების პროსტიტუციურ საქმიანობაში ჩართულობა, იქით კანონი შემოიღეს შვილი რომ იმას მამას უჩივის და დედას უჩივის და უკვე იძულებული ხდება ოჯახი რომ მეორე და მესამე აღარ გააჩინოს კაცოაგერ ერთო რა ხოლმე პრობლემა შეუქმნა ხო აქეთ კიდევ ოჯახური ძალადობაზე შემოიღეს კანონი ეს ვიღათ ბაბუცა პატარაია რო არის ეს ლობირებს ამ კანონს და ხო ბაბუცა პატარაია მაგი ეგე თვითონ ვერ გაურკვევია ქალია კაცია რა უნდა გათხოვება უნდა არ უნდა გათხოვება ხო წარმოიდგინეთ თქვენ და აქეთ ამ ოჯახური ძალადობის მუხლით გაავსეს მამაკაცები ციხეები სავსეა ამ მამაკაცებით ხო ეხლა ხომაღალი სიტყვა ისა რომ თქვი ოჯახში კაცო ჩვეულებრივი ის არის ეხლა ახლა არის ხოლმე რა ხო ხანდახან კაც გეთქვია ხომაღალ ეხლა ყოველ ხომაღალ სიტყვაზე რომ ხალი წავა და გიჩილებს და პატრულს დაურეკავს მოიყვას და დაგერეკავს ხო და დაგიჭირავს ხო დამთავრებული საკითხი არის უკვე იქაც უკვე ოჯახები ინგრევა უკვე იქაც ხო აი ეს მიმართულება უკვე მუშაობს ამ ქვეყანაში დემოგრაფიის წინააღმდეგ უკვე და ერთ-ერთი იარაღია ეს პროსტიტუციაც დემოგრაფიის წინააღმდეგ არასრულწლოვნების ჩართვა მასიურად პროსტიტუციაში და ეს რაღაც ლოკაციების შექმნა მეტროებთან, სანაპიროებთან, ცირკთან, იმასთან და დამთავრებული საკითხი არის. აღარ არის უკვე ის დედა და ვეღარ იქნება დედა ეს ერაზროს, ვეღარ გააჩენს ის შვილს, რადგან მან უკვე всё მოკიდა ხელი ამ ცხოვრებას და დღეს ახლა რო შევხედავთ, როცა ვეუბნები ბიჭებს
ჩემი შვილის ტოლაბიჭებს ვეუბნები, ცოლი რატო რა მოხდა თქვი და ვინ მოვიყვანოო? ამას მეუბნებიან. ვინ მოვიყვანოო რა? სადოს? აბა სად არისო ნახეთ ერთი რა ხდებაო. აი ესეც ხო უკვე არ არის შემთხვევითობა. ეს არის პირდაპირ ბრძოლა ამ დემოგრაფიის წინააღმდეგ. ქვეყანა რო არ გამრავლდეს და გაძლიერდეს და აი ეს ამ მიმართულებითაც სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები და აუცილებლად ეს პროცესი, რა პროცესის უკვე ფეხს იკიდებს ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ და მოიკიდა ფეხი უკვე ამ პროცესმა. აუცილებლად ჩასახშობია. ამის ლოკალიზება უნდა მოხდეს სასწრაფო წესით, თორე ეს უკვე ძალიან მასიურად მოედო უკვე ჩვენ ქვეყანაში. ის პრობლემა რა პრობლემაა თქვენ ახსენეთ ახლა? ბატონო ტრისტან, მზად ხართ მეორე თემაზე გადავიდეთ? კი ბატონო, მზადეთ. ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა მოვახსენო მაყურებელს, ეს არის ის ინფორმაცია, რომ 1 თებერვლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში იკრძალება. ძალიან კარგი მივესალმები მას, იმიტომ რომ მე მგონი მოვიდა მთავრობა აზრზე. თუ არ მოვა მთავრობა აზრზე, ხო? დღეს ხო ხედავთ ამ მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში. მე დღეს აი თქვენ არის ახალგაზრდების დანახვა პრობლემა წარმოადგენს დღეს ქუჩაში რო გახვალ. აი თქვენ არის ესეთი საღად კრისტალურად და ლამაზად მოაზროვნე ახალგაზრდების. იმიტომ რომ გაივლი და პაკისტანი, ინდუელი, არაბი, რა ვიცი, ვის არ ნახავ, ეგ გარდა თქვენ არის ადამიანებისა. იქ საახალწლო ზეიმები და ღონისძიებები არის და იქ გახვალ და ესენი არიან გადაჭედილები. წახვალ და იმაში ის ჩვენს ისტორიულ ადგილებში წახვალ და რაღაც კიდე ნახო შენი ისტორიული ადგილები, შენი ისტორიული ის კუთხე, კუნჭული და იქაც არაბული წარწერები და შეურაცხყოფები და ეთელი ამბები, ხო? რაზე ძალიან გოლი მტკივა. ამიტომ ნახე რა ხდება ეს მასიურად იყო ჩვენ ქვეყანა. მე როგორ საკეთებოდნენ ენცი? ავიღოთ გლოუები აგერ. ხო? გლოუები და ეს ისინი, სადაც ეს ინდუელები და პაკისტანელები იყო დასაქმებულები. თქვენ გონიათ რომ ისინი დასაქმებულები იყო და მართლა ემსახურებოდნენ გამოძახებებს რომ საკვების პროდუქტები მიქონდათ? არა, ნარკოტიკები. ეს ძალიან კარგად ვიცი ბატონო. ნარკოტიკები, ბატონო კოტე. ნარკოტიკების რეალიზაცია მიდიოდა. რეალიზაცია მიდიოდა მათი მხრიდან და ამანაც მოწამლა თელი თაობა, ხო? მე კიდევ კაცო, რაღა მე სხვები ჩამოვიყვანა და დავასაქმო, აგერ ამდენი დაუსაქმებელი ქართველი მყავს, კაცო, მე. ქართველები თხოვულობენ რასაც სხვაგან მიდიან, სხვა ქვეყანაში მიდიან, რომ 24 საათი მონებად არიან ქცეულები ევროპის ქვეყნებში. 24 საათი მონებად არიან ქცეულები და აგერ კაცო, შენ ქვეყანაში აგერ სხვა ჩამოხავსა სხვა სასაქმე? ბატონო ტრისტან, ხო შეიძლება რომ ჩამოიყვანო ემიგრანტი, რომელიც წასულია საქართველოდან, ქალი იქნება, კაცი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა იქნება, არა აქვს. ამიტომ ეხა ჩამოიყვანო და დაასაქმო შენს ქვეყანაში, შენ სამუშაო ადგილი. კი ბატონო, გეთანხმებით. ამიტომ კარგი არის და სწორი არის ეს, რომ გააკეთა ამ ხელისუფლებამ და მე მივესალმები ამ ნაბიჯს და მე კიდევ ვიმეორებ, რასაც კარგს აკეთებთ, ხარ დაგიჭერთ ყოველთვის და ვიტყვით, რომ დიდი მადლობა ძვირფასო ხელისუფლებამ, რომ ეს გააკეთეთ. კარგი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის და თქვენ გვერდში ვართ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. და სწორიც არის, რომ უნდა აიგრძალოს ის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ამ ქვეყანაში მასიური შემოსვლა, დასაქმებები და არ საქმდებიან, ისინი მაიმუნობენ და ისინი პირდაპირ ებრძვიან ჩვენი ქვეყნის აი მომავალ თაობას, ამ ნარკოტიკების იმით რა ქვია, მომარაგებით და ქვეყანას გვეღუპავენ და სწორიც არის, რომ ეს კანონი მიიღეთ და კიდევ მეტად გაამკაცრეს კანონები და როგორმე მიაღწიეთ იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შეზღუდეთ ის იუსტიციის სახელმწიფო გადაჭედილი დღეს და იქ დროებით იმას ვაძლევენ ცხოვრების უფლებას, ხო? ბინადრობის უფლებას. შეზღუდეთ ის დროებით ბინადრობის უფლების მისება ის იმას იცავს, რომ გავა 1 წელი და 2 წელი და მე მიიღებს მოქალაქეობას. შეიძლება უფრო ნაკლებშიც. ხო, უფრო ნაკლებშიც. ესეც შეზღუდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ უკვე ისინი ჩვენზე მეტები არიან. ქართველები უკვე უმცირესობაში მიდივართ, კაცო. მე რა კი არ ხუმრობ. შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ ამას, იმიტომ რომ ქუჩაში ფეხით არ გადაადგილდებით. ის გემსახურება და სახელმწიფო მანქანები გემსახურება და ასეც არის, რომ თანდაოდ პირებს უნდა მოემსახუროს სახელმწიფო ავტომობილები, მაგრამ გაიაეთხოვენ ხანდახან ქუჩაში და ნახეთ რა ხდება და ვის ნახავთ და რამდენი არიან ესენი მოდებულები და რა საკეთებენ, რა ჩადიან და ამის აქედან გამომდინარე გააკეთეს შემდგომ დასკვნები და იფიქრეთ იმაზე, რომ შეზღუდეთ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეზღუდეთ. მათ არავით არის ჩვენთვის ეკონომიკური სარგებლობა არ მოაქვს. ქვეყნის ეკონომიკა ამით არ ძლიერდება.
ქვეყნის ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები ამით არ ძლიერდებიან პირიქით მავნებლობის, მეტი მათ არაფერი არ შემოაქვთ ამ ქვეყანაში და ყველაფერი ეს პროცესები შეაჩერეთ დროულად. როგორც ეხლა მიიღეთ კანონი და შეზღუდეთ მათი დასაქმების შესახებ, კანონი მიიღეთ და ბინადრობას შევზღუდეთ და მიწების გასხვისებას უნდა მე მგონი მიწები არ სვისდება, თუ არ სვისდება მე, რადგან კანონი ეს ადრე აქვს მიღებული, მაგათ ეს კანონი და რაღაცნაირად ამით ეს პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ბინადრობა უნდა შეაჩეროთ აუცილებლად. ბატონ დრისთან რამოდენიმე დღის წინ მეუსმინე ბატონ შალვა ნათელაშვილის ლაივს. ის ამბობდა, იმყოფებოდა ბაზალეთზე და საუბრობდა შემდეგს, რომ ბაზალეთი მთლიანად არის იქ მიწები გაყიდული არაბებზე. ეს არის 3000 კვადრატი, 4000 კვადრატი, 5000 კვადრატი, 3000 კვადრატზე ნაკლები არ არის მიწა. ყველა გაყიდული არაბებზე და ეს რატომ თქვი? იმიტომ თქვი, რომ უკვე მთაწმინდასაც მოადგენენ სამწუხაროდ. ხო? რა თქმა უნდა, დაუზუსტებელი ინფორმაციით მთაწმინდაზე შენდება ბინები, საცხოვრებელი ბინები და ერთ-ერთი корпуსი მთლიანად გაყიდული არაბებზე. ყველა ბინა უკვე გაყიდულია. როგორც მე მაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია. იცით რა არის ბატონო კოტე, ეხლა პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და მართლა ტკინეული საკითხი არის ის, რომ ქვეყანაში წამოვიდა ეს არაბიზაცია. არაბიზაცია წამოვიდა და ამ არაბიზაცია კარგს არ მოიტანს ამ ქვეყანაში. თავისუფლად როდესაც ჩვენი წინაპრები ხმლით და מחვილით მათ ეკვეთებოდნენ და იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას და სისხლი იღრმებოდა და საუკუნეები 400 წლის არაბობა დავასრულეთ. საუკუნეები იყო, საუკუნეები რო ეკვეთებოდა ჩვენი წინაპრები ამ უბედურებას, დღეს უკვე ისინი თავისუფლად მოდიან და ხელები გაშლილი მოყარიან ჩვენ ქვეყანაში. ეხლა აგერ დავით აღმაშენებელზე ავიღოთ კაცო რა მდგომარეობა არის, ხო? არის იქ ერთ-ერთი ქუჩა, სადაც გადაკეტილია თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა. ახალი აღმაშენებელი ვახსენებთ ბარემ. ხო, არაბული აღმაშენებელი აღარ ქვია მაგას. მას ქვია არაბული დასახლება. რა თქმა უნდა, ახალი არაბეთი. ახალი არაბეთი რაღაც უბედურება, ხო? აი რატომ უნდა იყოს ბატონ დღისან თბილისში მარჯანიშვილის მოედანს, კოტე მარჯანიშვილის მოედანს ქუჩას რატომ უნდა ერქვას? ახალი არაბეთი, აი გამაგებინეთ. წარმოიდგინეთ, ისტორიული ადგილი, ხო? ისტორიული ადგილი. ადამიანები. ეს პრობლემები არსებობს ამ ქვეყანაში და ეხლა რა არის, იცი, კითხვა არის, კაცო, თუ კი კანონი არის მიღებული და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ სხვისდება მიწები, საიდან დაისაკუთრებს ერთი მაინტერესებს ბაზალეთზე, ან ამ კწანისში, ან გონიოში, ან ეხლა თქვენ ახსენეთ მაშინ თაწმინდაზე, როგორ მოახდინეს ამ მიწების დაკანონება მათმა. ანუ გამოდის რომ ვიღაც ქართველია ჩართული ამ პროცესებში? გარეულია ვიღაც ამ საქმეში? ხო, იმიტომ რომ ეხლა კანონი გძალავს მიწების გასხვისებას, ხო? უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ან არის საქართველოს მოქალაქე ის არაბი ვიღაცა არის. და კანონის გვერდისავლით აკეთებს. არა, თუ საქართველოს მოქალაქე არის ის არაბი, საქართველოს მოქალაქე თუ არის, მას შეუძლია იყიდოს მიწა, ხო? დიახ. ხო. ანუ ესე იგი რაც ეხლა მე ვახსენე, რომ შეაჩერეთ მეთქი ეს ბინადრობის უფლება მეთქი, გაიგე? ჯერ ქონა მას ბინადრობის უფლება აღებული, შემდგომ უკვე მიიღო მოქალაქეობა და შემდგომ იყიდა მიწა, ხო? დიახ. ან ვიღაც ქართველი, რომელიც დგას მის უკან. და მან იყიდა ეს მიწა, მის სახელზეა გაფორმებული და შესაბამისად ეს არაბული ფულია ყველაფერი, ხო? ეს სანამ არ შეჩერდება ეს პროცესები, ხო? და სანამ ამას ბოლო არ მოიღება, ამ ქვეყანაში ვერაზროს ვერ იქნება ის სწორი ადამიანური ცხოვრება და შენ მოგენატრება ის ქართული ყველაფერი, რაც შენი იყო ისტორიულად, აქ. იმიტომ რომ ისევ დაუბრუნდები, დავით აღმაშენებელის გავლით და იქ ვეღარ ნახავ ვერაფერს ქართულს, აბსოლუტურად. არაბული რესტორნები, არაბული კაფეები, არაბების ჩილიმბარები, ნარკოტიკები, ერუბედურებები, მომსახურე პერსონალი კიდევ ნახავ და ეს არასრულწლოვანი ბავშვები თქო რომ ვახსენე, სავსეა იქაურობა, გაიგე ამას. დიახ და ღამე რა ხდება კიდევ მერქმა. ღამის კლუბები მათი არაბული, სადაც ჩვენი არასრულწლოვანი ბავშვებით არის სავსე გოგონებით, ხო? დიახ. ანუ ქვეყანა გარყონის გზაზე არის დამდგარი და მიექანება სწრაფი ტემპით. და სასწრაფოდ არის ჩასახშობი ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, ეს პროცესი უნდა შეჩეროს ხელისუფლებამ და ხელისუფლებამ თუ არ შეჩერეს ეს პროცესი, ხალხი ამას შეაჩერებს, ბატონო კოტე. ან ხელისუფლებამ ასე ვთქვათ, მიიღოს ზომები, ან ხალხი მიიღებს უკვე. აუცილებლად. აი გეტახმებით ამ საკითხებში. და მოდი ამ ასე ვთქვათ, ამ შემართებით დავემშვიდობოთ დღეს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დრისთან მობრძანებისთვის, ასეთი ემოციური და გულწრფელი საუბრისთვის. შევახსენებ მაყურებელს
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ დღეს დავბრუნდით ეთერში, მაგრამ დღევანდელი გადაცემა, რა თქმა უნდა, დღეს გავა საღამოს 8 საათზე. და შემდეგი გადაცემა უკვე გავა ორშაბათს, ასევე 8 საათზე. და ორშაბათის გადაცემა ეთერში სტუმრად გვეყოლება ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი ძალიან საინტერესო თემით კიბერდანაშაულები და ონლაინ თაღლითობა. ასე რომ და როგორია ეს ყოველივე ადვოკატის იურისტის გადმოსათვალით დანახული, როგორია ეს ყოველივე. ძალიან დიდი მადლობა და იქით 4 შაბათს უკვე სულ დამავიწყდა მე თქვა თქვენთვის გამშემეხსენებინა. მომავალ 4 შაბათს უკვე ძალიან საინტერესო ჩემ მეორე გადაცემა რომელსაც ასევე მე წავიყვან ეს გახლავთ თბილისის დამალული საიდუმლო რა ხდება თბილისში როდესაც ქალაქს ზინავს რა ხდება თბილისის ქვეშ მიწის ქვეშეთში ასე შეიძლება ვთქვათ შევხვდებით ორ შაბათს ისევ ანალიზის დროში და 4 შაბათს უკვე ძალიან საინტერესო გადაცემაში რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ ძალიან დიდი მადლობა გამშვიდობებით ორ შაბათამდე შევხვდებით ბატონ ირაკლი ზაქარიაშვილთან ერთად მადლობა ბატონ ანდრისთან მოგზაურობთ მადლობა თქვენ მადლობა სრულიად საქართველოს და მადლობა ყველა იმ ქართველს ვის დღეს მართლა გულით და სულით ბრძოლობს იმისათვის რომ გადაარჩინოს ეს ქვეყანა ძალიან დიდი მადლობა ფარავდეთ წმინდანებო და ყველა წმინდანი მადლობთ ფარავდეთ უფალი მადლობთ